მედიაკავშირი ობიექტივი მაუწყებლობას აგრძელებს. ეთერშია გადაცემა მემკვიდრეობა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზებთ მარტვილის რაიონიდან ჩამოტანილ ინტერვიუებს. დღევანდელ გადაცემაში მეყოლება სტუმარი მარტვილიდან, რომელსაც მოგვიანებით წარგიდგენთ. დღევანდელი გადაცემა ისევე როგორც წინა, იმ ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ თუ ეკლესიის ერთიანობას რეალური საფრთხე შეექმნება და დედა ეკლესია შუაზე გაიხლიჩება, მემკვიდრეობაც უკან დაგვრჩება, ეს ქვეყანაც და ჩვენი ქართველობაც. გავიმეორებ ჩემს აზრს, რაზეც წინა გადაცემაშიც ვისაუბრე. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი, მიტროპოლიტი პეტრე ცავა, სატელევიზიო გამოსვლებში გაკეთებული განცხადებებით არღვევს საეკლესიო კანონს, უპირისპირდება ჩვენს პატრიარქს, საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკლესიის ერთიანობას. მეუფე პეტრე ერისკაცობაში პაატა რევაზისძე ცავა, გახლავთ ჭყონდიდის მიტროპოლიტი. იგი 1970 წელს სენაკის რაიონში დაიბადა. 2000 წლის აგვისტოში ბერად აღიკვეცა. ერთი კვირის თავზე მღვდლად ეკურთხა, ხოლო 2 წლის შემდეგ ეპისკოპოსი გახდა. ეპისკოპოსად 2002 წლის 20 ოქტომბერს ეკურთხა. 2007 წლის 28 იანვარს მთავარეპისკოპოსობა ებოძა, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოს მიტროპოლიტობა. ჭყონდიდის ეპარქიაში, ანუ იმ ეპარქიაში, რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ცავა უძღვება, შედის მარტვილის და აბაშის რაიონები. ობიექტივის ოპერატორთან გიორგი წამალაძესთან ერთად მე ერთი დღით მარტვილში ჩასული ვიყავი. ინტერვიუები, რომელსაც ახლა შემოგთავაზებ, 2 მარტს ჩავწერეთ. მეუფე პეტრეს ერთხელ შევთავაზე გადაცემაში მოსვლა და უარი თქვა. ამ გადაცემის ობიექტივში გასვლის შემდეგ მოსვლას და კონკრეტულ ფაქტებზე პასუხის გაცემას თუ ინებებს, კვლავ მზად ვარ უმასპინძლო. მაშ ასე გთავაზობთ პირველ ინტერვიუს. გურამ გაბისონია მარტვილის ცენტრში ცხოვრობს. ვრცელი ინტერვიუ, რომლის შემოკლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ, მე და გიორგი წამალაძემ გურამ გაბისონიას ეზოში ჩავწერეთ. ოჯახი ძველთაძველი ოჯახია. ბებია ხუთლავასხალი იყო, ბაბუა გაბისონია. ძველი გლეხები, ღმერთმოყვარე. და ჩვენც ასე გავიზარდეთ. ვიყავით მშვიდობიანად. გვიყვარდა ეკლესიას, სანთელი საგმოველი და დღეს კიდევ თვითმატივცემ. 90 წელს მიწა არ მქონდა, მიწას ამ პატარა შემოგარდნის მეტი. და მეგობრებს უთხარი, იქეთ-აქეთა, მთელი კუთხე აქეთაა ზემოთ ფართობები. მეზობელმა მითხრა, გურამი აგერა თუ იმუშაებოდა, გადაწმინდა ვეკალბართო, 1.5 ჰექტარი მიწა არისო და მართლაც ეკალბართით იყო დაფარული და ზოგი დაქირავები ხალხი, ზოგი მეზობლები დახმარებით, ზოგი ცოლისძმა ყველა მეხმარებოდა და მთელი ჩვენ როგორც იყო ეკალბართი მოვიშორეთ, დავწვით და სოფლიდან მესერი ვიყიდე 300 წალი ეკალ მართული ამოვღობე, ციხარც ამოვკიდე და დავამუშავე. გადამეკიდე ეს ოჯახაშენებული, ეკლესიის მიწა იყო. ეკლესიის მიწა არ იყო ეს. ეს იყო გლეხობის მიწა. ეკლესიის მიწა, როცა მე დავიწყე ეკალბართის გადაცემა, მაშინ იყო საზღვარი ჭადრებთან და ეკალ მართულით გადაღობილი და დღეს კიდე იქვეა. გადამეკიდა რაიონში შემოაჭდა თავზე ხალხს. ქარხნები აქვს, წყლის ქარხანა აქვს, ხე-ტყის დამუშავების ქარხანა აქვს და არის გახურებული მაფიოზი. მაფიოზი გაქანებული. ამის კისერზე ბევრი ცოდვებია რაიონში. ყველა ინსტანციაში თავის ხალხი უზის. დამლაგებელს ვერ აიყვანს წარმოების ხელმძღვანელი, ამას თუ არ დაეკითხა. 5 წელია მომზადებს, 5 წელია, აი. რესპუბლიკის ცენტრალური საჯარო რესტრის დამტკიცებული საბუთი მნაკვეთის. არაფერს არ აგდებს ეს. მარტვილისას გაოხრებულია მთელი რაიონი. პროკურორი არა, მოსამართლე არა, მილიციის უფროსი არა,
ყველა თანამდებობის პირი და გამოძიებელია პატრულის უფროსია სანაკის ხოროწყუ სანაკის ზუგდიდი. ზუგდიდში ახალაიების კლანისა, ახალაიეთ მომბანია. ახალაიეთ მალავდა აგერ სახინოს თელაკო ყანამეცის. ბაჩო ახალაიას, როლანდი ახალაიას, ყველას ორი თავის შვილებით. ვინ გადაატანია ბაჩო ახალაიას, როლანდი ახალაიასა ქადავა საზღვარზე მილიონობით დოლარი. კაბის ქვეშ ჯილეტი ქონდა და ჯილეტის გარეთ გადასული კაბაზე ჯვარი და კვერთხი და საზღვარზე არ გაუსინჯეს გადაუტანა მილიონობით დოლარი. ახალაიასა პოლონეთში მეორე დღეს სასტუმროები და რესტორნები შეისყიდნენ. არის ის მთავრობამ, საქართველოს მთავრობამ, ხო? საქართველოს მთავრობამ გვარი ყავს, გაწყვეტილია. მთავრობა არ არის. მთავრობა არ არის საქართველოს. რაც დღეს ხდება, აგერ 20 დღეა. მამალაძის საქმეს არ დაადგა საშვილი. აღიარონ. რატო ითხოვს ეს კაცი ოჯახის დაცვას და თავის იმას უშიშროებას? ვიღავდა ამათ თანამსახველები, ვიღავდა ხელშემწყობი. მარტო ამას მამალაძე ვერ იზამდა და ვერ გააკეთებდა. ანდა არაფერი არ გაუკეთებია. ეს არაა ჩემი საქმე, საქვეყნო საქმეა და არჩევს მთავრობამ, მაგრამ მაინც ვამბობ, ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ერთ-ერთი ამომრჩეველი მეც ვარ საქართველოს. 5 წელია ვერ მოვიცორე, რაღაც. რომელი ინსტანციასაც მივწერე. აი საბუთი ოფიციალური დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საჯარო რეესტრში. ამის მეტი გაჭირება არ აქვს. პეტრეცავაზმა მე 9 ჰექტარი მიწა არ წამართვას. მეოთხე წელი აგერ 300 ფეჭი დააგლეს მიდოიმაში ქუჩაში მოკლეს საღამოხანს. აგერ მეზობელი კუსასახოგია. ამის დისშვილმა მალანიამ. ნარკომანმა რომელთაც აი მალავდა ეს აქ. თელმა სოფელმა რაიონმა მოიყარა თან გლობის ადგილზე. არც პატრული, არც მილიცია, არც პროკურატურა, არც არავინ, არც სამხარეო არ გამოუძახნიათ. 40 ანაფორა მოიყარა თავი და ამით მითითებით ყველაფერი დაფარენ. ორი შვილი და ცოლ-შვილი ოჯახი დატოვეს მარტო 42 წლის კაცი დაგლეს აგერ ქუჩაში. როცა 80-იან წლებში აბაგელია იყო აქ რაიკომის მდივანი, ვაჟა აბაგელია, ცხინვალი ადამიანი. ჩაატარა მარტვილობა. და რაიონის სახსრებით ასფალტი გააკეთა, განახებთ იმ ადგილს ცაცხვია ზემოთ ბგორაგზე. იქ დადეს ტონანახევრიანი ლოდი. პატრიარქმა მანქანაში არ ჩაჯდა, ხალხთან ერთად აქედან იქამდე ფეხით ავიდა. ილია მეორემ. აქ ურთხა ეს ადგილი, ეს ქვა და დააწერეს იმ დღეს. აქ უნდა აღიმართოს გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. იმიტომ რომ ეს ადგილი მთელი იმერეთის დაბლობს, მთელი კოლხეთის დაბლობს ასე უყურებს. მივიდა ეს საძროხე დადგა და ფუნი და ნაგელი და შადით გაართო ეს ადგილი. ეხლა დგას. არავინ არ მიაქცია ყურადღება. საპატრიარქოში წმინდა სინოდში რესპუბლიკის პროკურატურა სადარ დავწერე. ყველგან მიწვდა ამის თვალი და წვერი. სინოდის სვომა და საპატრიარქო ამას ფეხებთ ეკიდია. ეგ არის მაფიოზი, გავარდნილი პირთავარდნილი. სახეზე ვერ ხედავთ ატიბია. და 10,000 ვერ მონახა პეტრემ, რომ იქ იმ ნაკურთხ ადგილზე გიორგი ჭყონდიდელის ბიუსტი დაედგა. ეხლა 750,000 მანეთი მოინახა და გზა გააკეთენ. იმ ცაცხვამდე. პეტრეს სადროხემდე. ვინც უნდა მოვიდეს და ვანახებ, ეგერა. სადროხე და გაკეთებული გზა, რომ 700,000 მენ დაждდა. მარტოში მანეთის საქმე არ გეთება წლიდან წლამდე. რა უნდა ილაპარაკო მე? ვისი უნდა გწამდეს? სინდისიდან ნამუდა კარგული ადამიანი არაა, აბა რა არის? ჯერ ისედაც უნდა მცენ, პატივი, მე ორი ოპერაციები კაცი ვარ გულზე. და 5,000 მეტრო მიწა, 9 ჰექტარი.
როცა მას 30-40 ჰექტარი მიწები აქვს დაბლობზე და არ გაწყა ამის მუცელი სახინო ხო ხელში და შეიდნო ხელში მთელი სახინოს მოსახლეობა საგაზრდა მანეთად მიყიდა სახინოს კომუნეობა განთქმული კომუნეობა რესპუბლიკაში ახლა მოусმინეთ ანტონ იგივე მიხეილ მებუნიას იგი არის სოფელ სალხინოს მკვიდრი ეს არ იყო აქ ადრე იყო 56-ში დაარსდა ინტერნატი და მის მერე სულ ვარ ჩვენ ვარ და პატარა ტერიტორია ჰქონდა ბოსნიანი თორე ჩვენი იყო ეს ყველა ეს რაცა და ეხლა ესენი რომ მოვიდნენ თვითონ მივედი იმასთან რა ქვია პეტროსთან მივედი და პეტროს უთხარი ეს მიწა მეთქი ჩემია მეთქი რამდენი ხანია მოცემულია ჩემზე და ამისეულისა მეთქი და რატომ არ თქვენ მეო ამასო ვერავის ვერ მივცემო საკაშვილმა მე ეს მაჩუკაო კოლუმბიის სალხინოს სტალინის სახელობის კოლუმბიის უძრავი მოძრავი ქონებაო ეს ყველაფერიო პრეზიდენტმა მაჩუკაო და მე ამას ვერაფერს ვერ მივცემო და გამომიშალე აქეთ წამოვედი აქეთ მე უნდა მექნა და ვარ და სულ შუბში ვარ ერთმანეთთან რა არის თვითონ ზროხები უყენია ზროხები სამი ზროხა აგერ თია ეხლა და ღობები რას გავს სულ დამინგრია ისეთი საგონელი ყავდნენ 500 კილოიან საგონელები და ზაბორია 300 მეტრიანი ზაბორად არ ვარ გაისაა ყველაფერი ისე განიევა და ვიცი ახლა ერთი თვეა თორემ სულ დავდივარ გეჯგორში და საბუთები ყველაფერი მაქვს ნახაზიც მაქვს ორთოპოტოც მაქვს და ყველაფერი მაქვს მეუფე პეტრე არის ახალი ის მუზუღარი ოჯახის მუზუღარია სამი სახლი დიდი სახლი რა ქვია სარდაფი კოლონობის ქონება სამი ქონება კაცო 1200 კომილიანი სოფელი ვარ და როგორ კაც 1200 კომილიანი სოფელის სამეთქი ტერიტორია როგორ შეძლო იმას პრეზიდენტს შეიძლება რომ ეჩუქებია მესკი და ახლა ხალხი კიდევ ახლა გვინდოდა აქცია რომ გაგვიკეთებია და არ შეგვეშა იქან იმაში რა ბოლოს რა ის ხო რა ვარ და ყოველდღე იმაშია ხალხი როზადის და პოლის შოვნასმეტი არაფერი თავი არ აქვს მაგდროს დიდი სახლი რო გააკეთებია სამშენებლო ტრასი რო გააკეთებია ნახევარი საკაშვილის არისო და ნახევარი პეტრეს ანტონ იგივე მიხეილ მებუნიას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ვრცელი დეტალური ინტერვიუ ჩავწერეთ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსთან გოჩა ხურცილავასთან. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. გუბერნიას გაუგზავნეთ წერილი რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ამ წერილის საფუძველზე პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიზანშეწონილად არ მიაჩნია, აღნიშნული მიწის ნაკვეთის პრივატიზება ვინაიდან მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სადაო საგანს. ჩვენ მივწერეთ ამის საფუძველზე, რომ თან დაურთეთ, რომ მოქალაქე ანტონ მებუნიას განცხადება 10 ფურცელი, რომელიც ჩვენ უკან გაუგზავნეთ, რომ ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა არსებული მიწის პრივატიზება, სამწუხაროდ ეს მიწა 2016 წელს უკვე 16 წლის ბოლოსკენ უკვე შეპესე მარტვილს გადაეცა რა ფორმით და როგორ ჩვენთვის უცნობია. ჩვენი გვერდის ავლის მოხდა ეს ყველაფერი. ჩვენთვის როგორც ცნობილი გახდა დაინტერესება იყო ეკლესიიდან ამ მიწაზე. და ჩვენ მივედით პირადად ადგილზე საერთოდ როცა სადაო საკითხი მოდის ჩვენთან ჩვენ გავდივართ ადგილზე დათვალიერებას ვახდენთ. ამ დათვალიერების შედეგად ჩვენ პირადად გავესაუბრეთ ბატონ ანტონს და მან ძანა რომ მე მქონდა საუბარი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მომთხოვესო რომ ეს მიწა ჩვენია და
შენ ამას ვერ დაირეგისტრირებ. კონდინის ეპარქიაში შემოდის სოფელი სალხინო კიდევ. სოფელ სალხინოს კიდევ ერთ მკვიდრს გოდერძის ხულუხიასაც პრობლემა აქვს მამის დანატოვარ და მამაზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. მოისმინეთ რას ამბობს იგი. ოჯალეში მზა ტერიტორიაზე მამაჩევის კუთვნილი ტერიტორია იყო. და არის ეხლაც, მაგრამ არ გიშოს ეს პეტრე მეუფეა თუ ვიღაც რა არის, პეტრე მიყიდაო. მე არც ყიდვა გამიგონია და არც ფულის მინახია. მამაჩემმა თქვა რომ ესო მივეციო იმას გძელევსო თუ რა ქვია მაგას. ბერეს მივეციო ესო და გამუშავებო დაგიჩნაო ხელფას. და მისცა. და მე მამა თქვენსაც არ უშვებდნენ. არ უშვებდა ხო? მე ამაზე ბრძოლობდა სულ ბოლოს და მე გარდაიცვალა. გიორგი ჯიჯელავა სოფელ სალხინოს საკრებულოში მუშაობს. იგი ამორტიზებული და ჯარში ჩაბარებული ხიდის შესახებ გვიამბობს. ლევანდელმა ხელისუფლებამ როცა ის ძველი ხელისუფლება წავიდა, ამორტიზირებული ხიდი იყო აი ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში და შეკეთდა და გაგვიკეთეს ახალი ხიდი. ეს ხიდის ძველი კონსტრუქცია, რომელიც სოფელს ესაჭირეობოდა, იყო 66 ტონა. შეფასებული იყო 33,000 ლარად. და მე ვთხოვე გამგებელს, ხელისუფლებას ვთხოვე, რომ აი ეს ხიდი, ეს ძველი კონსტრუქცია გამოგვეყენებინა სოფლის საკეთილდღეოდ. ისეთი ოჯახებია, სადაც მისასვლელი და დიდი პრობლემები იყო. ეს ნაჭერი, ხიდის ნაჭერი გამოგვეყენებია ოჯახებში, რომ ყოფილიყო თავისუფალი მისასვლელი გზა რო ქონებოდა და ამ დროს წავაწყდით ასეთ პრობლემას. მოვიდა მამაოები, ეს ხიდიო მეუფე პეტრემ ჩააწყო, ის იმ პეტრეს დამსახურება აქ რო დარჩაო და ჩვენო არაფლის დიდებით თქვენ ამას არ მოგცემთო და მე ვუთხარი მამაო, თქვენ ხო ხალხისთვის ლოცულობთ, ხალხისთვის ზრუნავ და ესეც ამ სოფელს მოვახმაროთ მეთქი და მე ერთი პიროვნება გიორგი ჯიჯელავა თუ რამე ამისგან სახში წავიღე, მიჩივლე და ციხეში ჩავჯდები მეთქი და არაფლით არ გაგადა ამ ავიდარობაში აქ იყო ჩამოყვანილი სპეციალურად ჯართის მჭრელი, აიღეს მოყვანილი ყავდა ტრაილერი და დიდი ომით აქ იყო ერთი 5 ადამიანი და დავატოვებიეთ ეს სამი ნაჭერი ამ 66 ტონიდან. დანარჩენი აიღეს და უგზო უკლოდ გაქრა. მაინტერესებს სად წაიღეს ეს ხალხის კუთვნილი ქონება, სად ჩაბარდა და მე ეს ფული ვის მოხმარდა, ვის? აი ხალხს მოხმარდა, ეკლესიას თუ მოხმარდა ძალიან კაი. თუ ჯიბეში ჩავიდა ვინმეს ჯიბეში. აი ამითაა ხალხის დაინტერესებული და დღემდე ამ კითხვაზე არის პასუხი გაუცემელი. მე ვუთხარი დიდო მეუფევ ეს ხიდი მოვახმაროთ მეთქი ამ გაჭირებულ ხალხს, ჩვენგანაც მადლიერი იქნებიან, ხელისუფლება ამაში ჩვენ ყველანაირად ხელს შეგვიწყობს, დაგვეხმარებიან მეთქი და გავაკეთოთ მეთქი, მაგრამ ყურად არის. მე და ობიექტივის ოპერატორი გიორგი წამალაძე სოფელ ლინჩხურშიც ვიმყოფებოდით. იქ ჩავწერეთ ასევე ვრცელი ინტერვიუ იზოლდა წოწორიასთან. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას. და რა ქნასო ჩემ მაშინმა მაგი დედამ გითხრა ჩვენ ავალებსო ისო მეუფეო და მეუფე პეტრეო ავალებსო და რა ქნასო უნდა წაგართვასო მიწა აბა რა ქნასო მეო ზუგდისში კაცი მყავსო სენაკში კაცი მყავსო დეიდაშვილი ზუგდისში ბიზაშვილი ფოცი მანდაშვილი ქუთაისში ვინ გინდაო რო არ მყავსო ვინი ძახი და აგე რა მეუფესისა ვიღაცა გამოგზავნი ტუტუსი ბავშვი ვიღაცა 27-ის ბავშვია ზაიყენებიან სულო წვერებს და ვითომ მამაები არიან და არც ხილს ის მისი ამბროზი ხელაიას სახლობის ეკლესიას გრიგოლი გადააგდო მაგი თურმე იმ კაცმა ხო და გადასტარები კაცი მეუფემ გადააგდო თურმე მე არ ვეხები სულ ეკლესიას მაგრამ თურმე მთელი ხალხი გაგიჟებული იყო კარგი იყო ვის გადააგდო და ღრეტავი მოიყვანა აქ და დარბიზდა ჩემს მიწას გაგიჟებული უყურე ვინა ერთი მითხარით სულ არ მაინტერესებს მეუფე პეტრე ხელმძღვანელობსო სულ ამას რაიონში მაგიარესო ყველაფერი და მე არ ვიცი შემოგრო ჩემ თავი ასე ჩაწერე იქ მეუფეს ხელმძღვანელობით ჯონი ჯღარკაბა ჩაწერე იქ იმის ხელმძღვანელობით ჯონი მაგისი ხელმარჯვეა უნცა გართმევ მიწას რა გინდაო მიწას კი არა რა გინდა ბიჭო იმ ძელშენობასთან მეთქი მე უთხარ ჩემი ქმარი შენობას კი არა მიწასაც წაგართმევ ჩაწერე შენო ეს არა ვაჟა წოწორია სოფელ ლინჩხურის მკვიდრია. მან თავისი სათქმელი მოკლედ და კონკრეტულად გვითხრა. მოусმინდეთ რას ამბობს იგი ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში.
იჯარით ქონდა და მე ვინ არ მოვიდა, ესე იგი გამგეობიდან დაწყებული, დლებიდან დაწყებული, უნდათ ეს მიწა რა, მე სასწრაფოდ გავაფორმე, რეესი რომ ვიცოდი რა ძალაც ქონდა და არ წამართვარ მეთქი და გავაფორმე. რო გავაფორმე მის მერეს ვაჭრობა დამიწყეს რა, 1500 ლარს მოგცემთო ისიცო წელიწადშიო 500 ლარადო ისიც მეუფე პეტრეს უნდა შეუთანხმოო რა, ეს ეხლა ვინც არის ხდელი ის მელაპარაკება რა. მე ვარი უთხარი ეხლა არ მოკიდი მეთქი რა მიწას, ან 1500 ლარად ეს მიწა არის როგორ იცი ნაჩუქარივით რა. მე დედაჩემთან ისურვა რა ლაპარაკი და სახში მოვიდა ჩვეულებრივად. დედაჩემ უთხრა 4 შვილი მყავს, 8 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილიო და შენო მილიონი რომ მომცეო, მაინც არ მოგცემო რა. არ გაჩერდნენ ესენი ახლა ეს მეზობელია და ვიცი რომ ეს მიწა ამათი არის და ბევრი ფულებიც აქვს დახარჯული რომ აი სუქვები იყო რა. დღეში 7 ლარს აძლევდა რომ ვიღაცა ხო მუშაობდა რა. აი ეგ ეყენა ზვინები რა ქვის. და ახლა ამაზე იზალაძეს, იმიტომ რომ არ ქონდა რა გაფორმებული. მე ავტომატურად მე ახლა ის ზაბოი რომ მოდის, ის ბოლომდე წავიდოდა და ავტომატურად ჩემი მიწა შიგნით იქნებოდა რა. არც გზა მექნებოდა, არც არაფერი. რო ჩემი მიწა შემსულიყავი. მე ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, ხო იცით? ამას ამოუდეგი, ისედაც ამოუდგებოდი. სოფელი დაშინებულია, თორე აქ იქნება უამრავი ხალხი. ასეთი ბევრი აქვს თამათ გაკეთებული და რა ვიცი ეხლა რომ გავარდნოდა და ის პატრიარქად ყოფილიყო, ალბათ ამ მიწას კი არა, იქიდან კიდე ამასახლებდნენ, სადაც ცხოვრობ ეხლა. იმ სახლიანად. ჩემი აზრი ასეთია, მე მართალგას ყოველთვის დაუდგები და ამ ოჯახს. დაშინებულია, იმიტომ რომ აი ძველი ის ახსოვთ რა, ნაციონალებისთვის, რა ქვია, თარეში, მე ისევ ნაციონალი რო დაждდებოდა მან. ხო იცით, როგორ ავიწროებდნენ ხალხს. იქითმა კიდე მიწა და აროჯერ მოვიდა ერთი იქ მაცხოვრებელი და ეს მიწა ჩემი ყოფილაო რა. და მეუბნება, ახლა ვინც არის გამგებელი სოფლის, დააბრუნეს, ის იყო ყოფილი ნაციონალი რა და სასამართლოში მოიგეს და ეხლა დროებით არის თუ რა გამოიყენეს, ვინ გამოიყენა? ესენი არ ჩანან, მე ემოციური კაცი ვარ, ფიტილივითა ვარ რა. просто ან მე მოვკრავდი მაგას ან ის, ორივე აწყობდა. მე ან მე მომიშერავდნენ ან იმას და ჩაიგდებდნენ ხელში რა. ამა ასეთი თამაშების ვირტუოზები არიან ესენი. მეუფე პეტრეს და ეს ანდრიას. ეგ არის არქიფო. აი მეუფე პეტრეც არის მარტვილის არქიფო, რომელიც ყველაფერზე წავა, ოღონდ თვითონ იყოს კარგად. ყველა ნაცი ეგრეა. აი ყოფილი ნაცი არ არსებობს. ყველა ამ სულით არის და ამ სულით ცხოვრობენ. მაგათ ფეხებზე კიდე ახალგაზრდობა, ბავშვები, მოხუცები, მით უმეტეს რაც ადრე წავა ეს თაობა. ახლა წარმოგიდგენთ გადაცემა მემკვიდრეობა სტუმარს, გიორგი იგივე გია ჯეჯელავას, სოფელ სალხინოს საკრებულოს თანამშრომელს. ეს გადაცემა ინტერნეტით ჰქონდა დაანონსებული. ამ გადაცემას ავის და კეთილის მსურველი ინტერესით ელოდა. აინტერესებდათ ვინ, რამდენად ავტორიტეტული ადამიანები ისაუბრებდნენ მიტროპოლიტ პეტრე ცავაზე. ფარულად არავინ ჩამიწერია, ადამიანები ღიად გამოხატავენ, როგორც ნახეთ, საკუთარ პოზიციას და კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ. რაც შეეხება ავტორიტეტულობას, ფრთიანი ანგელოზები არავინ ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი მინუსი და პლუსი. გიორგი ჯეჯელავასთან ინტერვიუ მე პირველად ვნახე გაზეთ საქართველო და მსოფლიოში. ვიცი რომ თქვენთან ინტერვიუ ასევე გაზეთ ალიაში იყო გამოქვეყნებული. იმ პრობლემებზე, რაზე სასაუბროდაც დღეს ეთერში მოგიწვიეთ, საჯაროდ უკვე გაქვთ ნასაუბრები, ამით ამის თქმა მინდოდა და უბრალოდ ეს არის თქვენი პირველი სატელევიზიო ეთერი. მარტვილში ჩამოსვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ჭყონდიდის ეპარქიიდან გამოძევებულ არაერთ სასულიერო პირს შევხვდი, დიდხანს ვისაუბრეთ. მაგალითად, 9 წლიანი რეჟიმის დროს მამათა მონასტერში სპეცრაზმის შეყვანაზე, ჭყონდიდის ეპარქიიდან სასულიერო პირების გამოძევების დეტალებზე, გახმაურებულ საქმეებში გამოჩენილ ძალოვანთა სისასტიკის გამართლებაზე, ესეც 9 წლიანი რეჟიმის დროს, იმაზე თუ როგორ ამართლებდნენ ციხეში ძალადობას, ცოცხებს, მიტროპოლიტ
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და მისი გარემოცვის წევრები. აი ამაზე ვესაუბრე სასულიერო პირებს. სასულიერო პირები ისევე როგორც მთელი ერი ელოდებიან სინოდის ხდომას. ბატონო გიორგი, მე და თქვენ არ ვართ სასულიერო პირები. ერში ვართ და საჭიროების შემთხვევაში და სურვილის შემთხვევაში კონკრეტულ ფაქტებზე ღიად საუბარს არავინ არ გვიჩლის. თქვენ იქნებ გვიამბოთ თქვენი ინფორმაციით, რატომ დატოვა სასულიერო პირებმა, რატომ დატოვეს სასულიერო პირებმა ჭყონდიდის ეპარქია. ისინი თერჯოლაში, დარიალის ხეობაში, მცხეთასა და თბილისში გადაანაწილეს. მას შემდეგ, რაც კონკრეტული ფაქტების შესახებ ჩვენმა პატრიარქმა შეიტყო. თუ შეიძლება საუბარი დავიწყოთ მამა გრიგოლით, ქალბატონმა იზოლდა წოწორია მახსენა მამა გრიგოლი. მე ესე ვიცი, იქაურებისგან, რომ მას აჩუქეს დიდი სატვირთო მანქანა, თუ არ ვცდები ესეთი ურალი და მე ამ სატვირთო მანქანით შეშას უანგაროთ უყოლოდ ყველაფროდ მთიდან მოსახლეობისთვის ის გამოუშვა იქიდან მიტროპოლიტმა და მის ნაცვლად არის ის მამაო რომლის შესახებაც ბატონი ლაპარაკობს და ვაჟა წოწორიაც მამა ანდრია დიახ გისმენთ მივესალმებით თქვენს მაყურებელს ნინო მადლობა მოწვევისთვის ძალიან ბედნიერი ვარ დღეს მე აქ როსი ვარ იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება დღევანდელ ხელისუფლების პირობებში ნებისმიერმა ადამიანმა ილაპარაკოს სიმართლე და ხალხს დავაზუსტებ მაპატეთ რომელიმე ტელევიზიამ აი როგორც მე დავინტერესდი ჩამოგაკითხეთ თქვენ იმიტომ რომ დამირეკეს კი მაგრამ ჩამოსვლით არავინ არ ჩამოსულა მე უბრალოდ აქ იმიტომ მოვედი რომ აი ხალხის თხოვნა იყო ეს მარტო ჩემი აზრი კი არ იყო ეხლა მე აგერ დიახ და სხვათა შორის მამა გრიგოლი არის ძალიან ისეთი პიროვნება და იყო ჩემი მოძღვარი პირველად მე აი მაინც და მაინც ეკლესიური იმით არ ვიყავი გამორჩეული მაგრამ მამა გრიგოლი მაზიარა მე ეკლესიურად და მე ინჩხურში როცა მუშაობის პერიოდში მოსახლეობამ ისე შეიყვარა მამა გრიგოლი აი ყველა იყო კმაყოფილი ეკლესიას მრევლი ყავდა ძალიან უამრავი და გაუშვეს მამა გრიგოლი იმიტომ რომ მეუფის დაუკითხავად ხდებოდა ეს ყველაფერი და ანუ მეუფის დაუკითხავად ხდებოდა ხალხის პატივისცემა, ხალხის ყურადღება, ხალხის დახმარება და ეს გახდა რაღაცნაირად მიუღებელი. ანუ მეუფე იმას კი არ ვიძახი რომ მეუფე უგრძალავდა. მეუფეს უნდა ცოდნოდა ყველაფერი. აი ვინმეს რო ემსახურები, აი რომ ჩამოვიდა მაგალითად გრიგოლი გაყვა ვიღაცას მთაში, შეშის ჩამოსატანა და პროცესს რო არ ესწრებოდა მე ეს ვიცი ხალხისგან, მამა გრიგოლის ტელეფონით უკავშირდები მის მერე მე არ მინახია და ამ თემაზე არ მისაუბრია. მაგრამ ეპარქიაში აღარ არის მამა. არა, გაუშვეს. მამა გრიგოლი გაუშვეს კიდე ისეთნაირად, მაგრამ არის ისეთი მაგალითად ყველაზე დიდი წვლილი ქართული ეკლესიის და მარტვილის ეკლესიის განვითარებაში მიუძღვის პირველი იყო მამა გოჩაცაავა და მამა სერაფიმე ეხლა არის სვეტიცხოველში სერაფიმე მოვიდა სალხინოში პირველად მოვიდა ჩემს სახლში მე ავყევი წაჩხურუს მონასტერში და სერაფიმეს პერიოდში სერაფიმეს აინტერესებდა მარტო ერთი რაც შეიძლება მეტი მრევლი ყოლოდა ეკლესიას რაც შეიძლება მეტი პატიოსნება ყოფილიყო და რაც შეიძლება მეტი სიკეთე თვითონ ფილოსოფოსი იყო, ისეთი ის იყო, რომ ხალხი იყო ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი. მერე სერაფიმეს რაღაცა პრობლემა შვილი მოუკვდა, იქ დადიანის სასახლეში ცხოვრობდა თვითონ შიგნით ეზოში, შვილი მოუკვდა და მეუფემ აიძულა ის მამა სერაფიმე ისიც გამოუშვა. ამას მოყვა კიდე მამა ნაზარ ბასილაია, იმას აბა და რა ვიცი რა საშა არ მინდა ამ თემაზე მე ვილაპარაკო იმ დოზით, რომ აი ყველაფერში არა ვარ იმ დოზით გათვითცნობიერებული, მაგრამ ყველა გამოუშვეს, ერთი კი არა, ბევრი, მამა პავლე მაგალითად. აი კიციაში არის ნოღაში არის ეკლესია, მაშინ იყო სოფელი კიწია და ნოღაში არის ალერტის ეკლესია. და როცა არჩევნები იყო არჩევნების პერიოდი იყო ზუსტ აი წინა ხელისუფლება რო გადაშენდა ის არჩევნები. აი მათი გადაშენების არჩევნები რო იყო, მაშინ მეუფე პეტრე სარემორჩილებოდა ეს მამა პავლე. და ჩვენთან იყო სულ ჩვენ ვაკითხავდით მამა პავლეს, ჩვენთან ჯდებოდა პურის საჭმელად, ყველაფერი და ჩვენს გვერდით ვიდგა და პეტრე მამაზე ჯავრი იყარა სხვანაირად, იქ სპეცნაზი შეგზავნა
მე ეს მამაოები დააწვინეს იქ ვინც ყავდა დააწვინეს და აიძულეს შერცხვა რა ადამიანს ეს რაზმი შეგზავნა დაავაკონკრეტ მე ვიცი რომ ეს ზუსტად ვიცი რომ მამათა მონასტერში დიახ მამათა მონასტერში ალერტში ხო და წავიდა მამა პავლე მაგარი პიროვნება მე რა ჩვენმა უწმინდესმა ჩაიხუტა გულში ჯვარი თვითონ თავისი ხელით ნაკურთხი ჯვარი აჩუქა მამა პავლეს ხო და ასე დარჩა მე იქ კიწიაში გამოვიდა უამრავი ხალხი და ესეც ჩაიფარცხა ესეც მოახერხა მეუფე პეტრემ რომ რაღაცნაირად დააშოშმინა მე რაღაცები რა ვიცი მე იქ ანუ მე იმით ვარ დარწმუნებული რომ ყოფილი გამგებელი ვინც იყო აი დღეს ხო გვყავს ჩვენ არჩეული გამგებელი რომელიც ხალხმა აირჩია დღემდე ვერ მოუნელებია პეტრეს ის კომფორტი მოაკლდა დღეს ჩვენთან გამგებლად არის ბატონი ალექსანდრე გრიგარავა რომელიც სოფელ ყოფილი ნაციონალი არ არის არა ქართული ოცნების გამგებელია მაგარი პიროვნება რომელიც ხალხს უყვარს ეს პეტრესთვის ყველა აი ესეთი პიროვნებები პეტრესთვის არის მიუღებელი იმიტომ რომ ის ქუჩა აი მე მაგალითად აი კომფორტი მოაკლდაო რა კომფორტი მოაკლდა ის რომ ეხლა ყოფილი გამგებელი ეხლა ყავს დირექტორად რო წააგო არჩევნები სასულიერო ის სკოლის დირექტორად ყოფილი გამგებელი სკოლის? დიახ სკოლის დირექტორი მამუკა დანელია ეხლა იქ გადაიყვანა იქიდან ინტერნატის ხო სკოლა ინტერნატის დირექტორად იმიტომ რომ იქიდან გადმოიყვანა სკოლა ინტერნატში ხო სალხინოში იმენა სალხინოში ხო და ეხლა ის პიროვნება რომელიც აქ გამოვიდა ჩემი ახლობლის ნაცნობის შვილია ნუ ეხლა ჩვენ სოფელში ცხოვრობთ ის ბიჭი ახალგაზრდა ბიჭი რო იყო ყურძნის ის თაობაზე მამამისი ისე სკოლუხია დიახ ისე წავიდა ამ ქვეყნიდან რომ აი ამისი ოცნებით რა ძალიან ნერვიულობდა მისი მეუღლე როცა ინტერვიუს ვიწერდით ნერვიულო აი მე მაგალითად დედა იღუმენია მომწერა ისო თქვენი დედა რომელმა დედაო გამრეკელიძე ხო დედა თამარმა მომწერა ძალიან აქტიური ადამიანია ინტერნეტში და აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა ჩემს მიმართ ეხლა მე მემუქრებიან ცემით ხელფეხის მომტრევით აი სასულიერო პირებიო და ხალხი მაფრთხილებს კიდე და მე ახლა აგერ პირდაპირ ეთერით მინდა ვთხოვო ესეც მიამატონ აი ეს დღევანდელი გამოსვლა და ერთად წემო დედაო გემუქრებათ არა დედაო მომწერა ესეთი ისო თქვენი ხმარიო ყოფილი ბანდიტიო და ქართული ოცნების სირცხვილიაო გიორგი ჯიჯელავაო და თქვენს მეუღლეს მიწერა ჩემს მეუღლეს მიწერა დიახ და მე ახლა ვლაპარაკობ აგერ საქვეყნოდ მე კი არა ვარ სირცხვილი დედა თამარის სირცხვილი რა არის იცით? სირცხვილი ის იყო ხატების გვერდით საკაშვილის სურათი რო ეკიდა. საკაშვილის სურათი და ხატებთან ერთად ხალხი საკაშვილთან ერთად როლოცობდა. დედა თამარსაც არა, იქ ყველა მიცოდა ეს, ყველაფერი მშვენივრად იცოდნენ. დედა თამარმაც იცოდა და მაშინ ყველა იყო გაჩუმებული. მაგრამ ამათ ეს იყო როგორი, იცი? აი რაღაცნაირად შეუვალი. ეს ეგონა მარტო ნუ ხალხი ეს მიშა მადლობა უფალს მართლა რომ აი დღეს გადავრჩით ჩვენ ეს მართლა პატრიარქის დამსახურება და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა თუ არა ქართველი ერი იქნებოდა დაჩმორებული ირმა ინაშვილისაც და რა თქმა უნდა ის ციხის კადრები და მადლობა თქვენს რომ გვაძლევთ ამის შესაძლებლობას რომ მე თუ ტყუილს ვიტყვი აი ტყუილს ვიტყვი ნებისმიერ ადამიანს მე შემიძლია დაუდასტურო და უთხრა სიმართლე მაგრამ ეს ამათ კი არ აწყვეთ ამათ აწყვეთ მარტო სალხინო გახადა ის სალხინო ვითომ დადიანების სასახლე გააკეთა მეუფე პეტრემ ეხლა მინდა ეთერში გაუშვა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში გადაღებული ვიდეო კადრები ჩვენ პარალელურად ვისაუბრებთ ამ ვიდეოს ხმარ აქვს რატომ არის აქაურობა დაკეტილი ბატონო გია? რომელი? აი მე მგონი უკვე გადის ეთერში კადრები აი ამ სამონასტრო კომპლექსის ბებერთელა ეს არის სალხინოს ახალი ისტორია ეს გააშენა ერთმა კაცმა თავისი ჯიბით მართლა მორწმუნე ქართველმა რა თქმა უნდა ადგილობრივმა გააშენა ეს არის ისეთი პიროვნება და აქ კიდე უამრავი ხატები რომლებიც რემონტის პერიოდი როცა მიმდინარეობდა მშენებლობის პერიოდი ეს ხატები დღეს იქ დავაგზავნეთ იმაში დადიანების სასახლეში და ეხლა უნდა აქეთ გადმოაგზავნონ ეს ხატები და რა ვიცი მოსახლეობის თხოვნაა ეს ხატები ამ ეკლესიის გახსნა გვინდა მაგრამ არ არის ბოლომდე და თანაც მეუფე პეტრეს არ უნდა ეს ეკლესია რო ყოფილიყო მოქმედი ან უნდა ყოფილიყო თავის
პატკრილია, ანუ ფრთების ქვევი. ფრთების ქვეშ ქართული. ხო, ფრთების ქვეშ ბოდისვეტი. მისი ეპარქიაა და არა, მესმის, მაგრამ ანუ ეკლესიას უნდა ქონდეს დანიშნულება, ხალხს უნდა ემსახუროს, რაც შეიძლება მეტი. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ამ ქტიტორი, ამ შენებელი აქაურობის არის წინააღმდეგი. მეუფე პეტრეს წინააღმდეგი კი არ არის, ეს არ არის ბოლომდე არ არის ფლადის ანუ არასწორი ინფორმაცია. არა, ხო, ბოლომდე არ არის მომთავრებული და მე პატრიარქის ჩამოგზანება გვინდა იქ და მთელი სასეიმოთ უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ ეს იმხელა რაღაცა აქედან არ ჩანს ეს კადრები ზუსტად თუ არა, ძალიან დიდი კომპლექსია, დიდი სატრაპეზო დარბაზებია, ქვევით დარბაზებია, კელიებია გამზადებული და ყველანაირი კომფორტია იქ გაკეთებული. აი, თანაც ისეთი ხატები არის იქ დაბრძანებული. მე როცა ვიყავი სალხინოში, იქაურებმა მითხრეს, რომ იმიტომ ამშენებელი, იმიტომ არ ხსნის იქაურობას, კურთხევა იმიტომ არ ხდება, რომ ელოდება სიახლეებს. ელოდება სიახლეებს, კი, სიახლეებს, რა თქმა უნდა, ელოდება კი არა, მთელი მარტვილი ელოდება სიახლეებს. მარტვილი, ახლა მე ჩვენ ეს რაც ვნახეთ, ეს არის ნაპერწკალი, მაგრამ ნაპერწკლიდან ხო შეიძლება ალიაინთოს. და ეს არ უნდა მარტვილელებს, იმიტომ რომ მარტვილი არის ძალიან ისეთი რაიონი, სადაც რწმენით და ყველაფრით და დიდი მარტვილის მონასტერი, ოდითგანვე მე ანუ მცხეთის ჯვრის მონასტერი და მარტვილის მონასტერი არის ერთი პერიოდის, მე-11 თუ მე-9 საუკუნის, არ მახსოვს ზუსტად. ხო და მარტვილელები ამას მე მგონი ვერ მოითმენენ. იმიტომ რომ მარტვილელებს ახლა აქვთ იმის შესაძლებლობა თამამად ილაპარაკონ და დღევანდელი ხელისუფლება და გამგებელიც უჭერს მას სიმართლის ხმას, რა თქმა უნდა, სიმართლე და სიმართლე, ყველამ ხო უნდა ვთქვათ სიმართლე. ახლა ის ვერ იმასქენით, ახლა იქ რაც გაკეთდა, მეუფე პეტრე ავრცელებს ისეთ ხმებს თითქოს და აი მაგალითად გზა რო გაკეთდა წაჩხურუს მონასტერამდე. ხალხი ამბობს ესო მეუფე პეტრემ გააკეთა. სინამდვილეში გუბერნატორი ბატონი ლევან შონია მარტვილის გამგებელი, ყველა მოვიდა, ბატონ შონიას მე თვითონ უთხარი, მადლობას ვუხდი მე ბატონ ლევანს, იმიტომ რომ აქ აღდგომის ხუთშაბათს 40,000 კაცი ადის ფეხით, ის არის მოსკე წაჩხუროს, ანუ თავარ ანგელოს და შარშან ჩემთან სტუმრად ბრძანდებოდა ბატონი გოდერძი შარაშია და მაშინ მოუყევი და გააკეთა. ის შესაძლებელი ხიდი და ის რო არის ეს ბატონი თემურ გადილიან გააკეთა. რომელი ხიდი თქვენ ჩაქცევთ? აი ეკლესიის შესასვლელი ხიდი რო არის. აი დადიანის სასახლეში არის შესასვლელი დიდი ხიდი, მაშინ მანქანა არ გინახიათ, მაგრამ მე გიხსნით რომ იქ ღელე იყო ასე ასასვლელი და ბატონი თემურ გადილიან იმდენი იქნა რომ ის ხიდი გააკეთა და საჩუქრად გადმოცა მარტვილელს, იმიტომ თვითონ ის მარტვილელია და მარტო ეს კი არ გააკეთა, გზას როცა აკეთებდნენ, მასწავლებელმა თხოვა კარერთან რომ დაეხარა პატარა ასფალტი და დილით რომ მივიდნენ სკოლაში, ნახეს ბოლომდე იყო გაკეთებული, ესე იგი ისეთი ის არის, ანუ იქ რა მოხდა იცი და პრობლემების როგორ გროვდება იცი ჩვენთან არის ერთი ასეთი პიროვნება ალიკა ახვლედიანი ისეთი გამორჩეული და განსხვავებული ქველმოქმედი პიროვნება რომელიც აი ყველას რო ეხმარება საბავშვო ბაგაბაღებს სკოლებს ეკლესიებს და ნებისმიერ გაჭირვებულ ადამიანს ეს ახვლედიანი ერთ მშვენიერ დღეს ის ცხონებული ნაული ჯანაშია მოკდა და ქონდა 40 ამ 40-ის სუფრა ნაული ჯანაშია იყო დეპუტატი მარტვილის დეპუტატი მაჟორიტარი. დიახ, მაჟორიტარი დეპუტატი რომ მოგდა ალიკა ახვლედიანმა იქ რაღაცეები მიიტანეს პროდუქტები რაღაცეები და არ იცოდა პიროვნებამ და მიიტანა წყალისნო. 70 კაცი იყო დარბაზში. ხო და მოვიდა მეუფე პეტრე მიესალმეს როგორც წესი, როგორც რიგი, ნუ თანდაბლობით. ეს წყალიო ვინ მოიტანაო და მე მოვიტანეო ეგონ ალბათ გაუხარდე რა სამბობო და მიახეთქა იმას კედელზე ვინ მიახეთქა მეუფემ კაცო ის ბატონი ალიკა ახვლედიანს აი თავზე ანუ თავზე კი არ დაურთხია მაგრამ კედელს მიახეთქა თქვენო არიცითო მარტვილშიო ეს წყალიო არ უნდა იყოსო მარტვილში არისო მარტვილის წყალი არ ვიცი ახლა მეუფეს ვინ კითხავს მე რომელ წყალს დავლევ ან ვინ რომელ წყალს დავლევს მეუფეს აკითხავი არ უნდა იყოს თანაც ისეთი პიროვნება
ეს ალიკა ახვლედიანი, რომელიც ყველას უყვარს. ანუ თქვენ ამით იმის თქმა გინდათ, მარტვილელებმა მითხრეს, ახაც თქვენს თუ არ ვწდები ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ პირველ ინტერვიუში იყო, მე მგონი რომ ეს წყალი ასხამს წყალს და რაღაც ნუ ახლა მე მისი საკუთრებაა, მე დოკუმენტი არ მინახავს. აინტერესებს, არც ვარ დაინტერესებული. მე ერთი ის ვიცი, ალიკა ახვლედიანმა ამხელა რაღაცის გამკეთებელ კაცს და იქაც იმ დღესაც იკეთებს რო აკეთებდა კედელზე აი ხალხი რამ გააღიზიანა იცი ამ ბოლო დროს როცა ნახეს ხო ითმინეს საერთოდ ქართველ ერს ჩვევია ესეთი მოთმენა ბოლომდე მაგრამ ახლა აღიზიანებამდე რა ხდებოდა ეს მინდა ახლა მე წავიკითხო არა მე მინდა წავიკითხო მეუფე პეტრეს შესახებ ჭყონდიდის ეპარქიიდან გამოძევებული სასულიერო პირები აღნიშნავენ რომ თავიდან ანუ 2002 წელს გახდა ის მეუფე ეპარქიაში მისვლისას კარდაკარ დადიოდა, ყველას გაჭირვება იცოდა, ყველას პრობლემას ეცნობოდა, ხალხს ეხმარებოდა. ზოგი ქვაზე დაასახლაო, ესეც მითხრეს. სასულიერო პირები და ძალიან წუხან იმის გამო, რომ მეუფე პეტრე ერთ მშვენიერ დღეს შეიცვალა. მან სულზე და მართლმადიდებელ მრევლზე ზრუნვა სააკაშვილის ხელისუფლებასთან სიახლოვე და მათი ინტერესების გატარება არჩია. სასულიერო პირთა განმარტებით უარყოფითი კუთხით მეუფეს შეცვლა მაშინ დაიწყო, როცა მას ჩააბარეს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებას მართვა, როცა მასთან გახშირდა ხელისუფლების სათავეში მყოფი და მათთან დაახლოებული პირების სტუმრობა. ხა ბატონ გია თქვენ მოგმაგრათ. თუ გაქვთ ინფორმაცია, ვისი ფულით შეიძინა ის ძვირადღირებული ეტლი, რომელზეც თქვენ საუბრობთ ინტერვიუებში და რომლითაც მიტროპოლიტი პეტრე ცავა სოფელ სალხინოში ჩასულ ჭყალებში საპატიო სტუმრებს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში რეზიდენციის ეზოში ასეირნებდა. ჩვენთან ნინო, აი მარტვილის რაიონში, კი არა, დასავლეთ საქართველოში სალხინოსნაირი სოფელი არის იშვიათი. აი თავისი დადიანის სასახლე როგორც ზუგდიდშია ისეთი სასახლე გვაქვს თქვენ არ ყოფილხართ იქ ნამყოფი შიგნით არის ძალიან ისეთი მოწესრიგებული და ხალხი ცხოვრობს რაღაც განსხვავებული იმიტომ რომ სხვანაირი მარტო 5 ეკლესია ჩვენთან 5 ეკლესია ერთ სოფელში 1150 კომლია და ყველა იმ ეზოში გავიზარდეთ ჩვენ აი როგორი ახლა მოვიდა მეუფე და გვიხარია და გვიყვარს და იქ გიგზალავენ შესვლას თვითონ ჩაჯდებიან ამ ეტლში მოიყვანენ ცხენებს ბრძანებელივით დაქრიან ამ ეზოში და ჩვენთვის ეს არის შეუვალი და ეს კოლმეურნებაო ის ბატონო 60,000 ლარია გადახდილი ამ მართალია ეს მე არ ვიცი ასე იძახიან დიახ ასე იძახიან ამ ეტლში და ცხენში რა გადაიხადეს არ ვიცი ხა იქ დათვი ყავდა მაგრამ იმ დათმა ბავშვს ეზოში იქ დათვი ყავდა დატყვევებული ფეხი მოაჭამა ვიღაცა ბავშვს და ისიც რა ვიცი მე გადაიყვანეს ის დათვი რატომ მეუფე არ შეჭამა იმ დათმა ეს ბავშვი საწყალი ფეხი მოაჭამა ბავშვს ფეხი მოაჭამა მარტვილელი კი არა ტურისტი ვიღაც სტუმრად იყო ჩამოსული და ფეხი მოაჭამა და გადარჩა რა ბავშვი ხო და ეს მე არ ვიცი ეტლი რა ღირს იქ ღვინის კოლექცია რა ღირს და რა ღირს მე ერთი ის ვიცი რომ ხალხი არის შეწუხებული და ხალხი იმ დონეზეა გაბრაზებული რომ არ ვიცი რა მოხდება მე რიგითი ადამიანი ეხლა რომ მემუქრებიან და მუქარის მე არავისი არ მიშინია იმიტომ რომ ბატონია თუ გემუქრებიან პოლიციას არ მიმართავს არა მე არ მიმართავს პოლიციას მე უბრალოდ ეხლაც რომ ვლაპარაკობ სიმართლეს მე უფემ ხო ბძანა რაღაცო კურთხევა მისა ყველას ვის სიმართლეს ილაპარაკებს და მეც მოვედი დიდო მე უფე თქვენი კურთხევა ტელევიზიაში მე მოვისმინე მე უფე ამბობს ყველამ თქვათო სიმართლე ქართველმა ერმა და მე ვიყო პირველი და მაშინ მეც ვიყო პირველი ბატონო მსხვერპლი თუ ტყუილს ვილაპარაკობ ეხლა წევლა მე არ ვიცი მაგრამ მე არც ნარკოტიკით მკურნალობ არც იარაღი მაქვს სახლში ვაცხადებ საჯაროდ და არაფერი ვემსახურები ჩემს სოფელს სადაც გავიზარდე და ხარს უჭერ დღევანდელ უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. აბა ეხლა იმას ხარ და უჭერ და ის მინდა კიდე ერთი ხაზგასმით აღნიშნო შევშფოთ თითო რომ ვიღაცები გაიძახიან შესაშფოთებელი ის არის რომ ამდენი ხანი რუსთავი 2 პატრონს რო არ ქონდა დაბრუნებული პატრონს რო დაუბრუნდა ეს ამაზე უნდა ყოფილიყავი შესფოთვა და თუ დაჯანდაბა
აი ეს არის ყველაზე დიდი სასიხარულო ჩემთვის და ხალხისთვის. რუსტავი 2 დაუბრუნდა პატრონს და იმაზე არავის არ უფიქრია, რომ რუსტავი 2 ამდენი ხანი იმ კაცს რატო არ ქონდა თავის პატრონს და იმაზე არავინ არ ნერვიულობს. ეხლა რაღაცებს რომ ლაპარაკობენ. მიუბრუნდეთ ჭყონდიდის ეპარქიას. სააკაშვილის მმართველობის დროს სამეგრელოში სტუმრად იყო ჩვენი უწმინდესი და მან ჯილდო გადაცა როლანდ ახალაიას, ბაჩო და დავით ახალაიების მამას და ეს ყველას ძალიან გაუკვირდა. დიახ, თქვენ რა იცით ამ ფაქტის შესახებ? მე ის ვიცი, რომ აი ეს ისეთია, რომ კაცი, რომელიც ომში არ წასულა და გვირის წოდება რომ მიაწოდო. საერთოდ როლანდ ახალაიას რატო ეკუთვნოდა? ეს პატრიარქს კი არ გადაუცია. ეს ფაქტიურად გადასცა პეტრე. პატრიარქი იყო დეზინფორმირებული. პატრიარქმა არ იცოდა ყველაფერი, თორე ახალაიას ჯილდო რატო ეკუთვნოდა, დღემდე ვერ გამიგია და ხალხმაც იცის ეს ყველაფერი, ვიცით, კაცო. ჩვენი ეკლესია და ჩვენი სარწმუნოება ამ ჩვენს პატრიარქს მოაქვს მხრებით. დღემდე, მაგრამ არსებობენ ესეთი ის ბატონი რო იძახეს 27 წლის ბიჭიო, წვერი რომ მოუშვა, მე წვერის უკან რა იმალება, ამათ რამეს რო ეტყვი, ჩვენო უფალი გაგვასამართლებსო და უფალი ღმერთო მაპატიე და მე არ მინახია. ახლამდე არსებობს წმინდა სინოდი. ჩვენ დღეს ვიცხოვრობთ ამ კანონით და უფალი იმათ მართლა გაასამართლებს, ოღონდ იქ ყველას მოგვისღავს. რა თქმა უნდა, ეხლა მე აქ ხო მემუქრებიან, აქ მემუქრებიან ეხლა და კიდე იქაც მემუქრებიან, იქ კიდე ჯოჯოხეთში გაგიშვებ. მე გია ჯიჯილოვას აქ ხო არ მაჯერებენ, იქაც მომზდებენ. თუ არა, ესეთი მე არ ვიცი, ეს არის საშინელება, მაგრამ მე ამისი არ მეშინია ნინო. არ მეშინია რატო იცი? მე რასაც ეხლა ვლაპარაკობ თქვენი ეთერით, ეს არის ყველაფერი სიმართლე. და სიმართლის თქმის გულისთვის არ ამგონია ვინმე რო დაიჭირონ ან ვინმეს რამე სასჯელი რო ქონდეს. სიმართლე არის ღმერთის წინაშეც მართალი უნდა იყოს, შენი შვილების წინაშეც მართალი უნდა იყოს და შენი ერის და შენი სარწმუნო. მე ახლა პატარა ბიჭი კი არა ვარ, ახლა ჯვარი აგერ მიკეთია მე ჯვარი, აი ამ ჯვრით და ეს არის 1-15-20 წლის, მიკეთია და დავდივარ ჩვეულებრივად. მიყვარ ჩემი პატრიარქი, მიყვარ ჩემი სარწმუნოება, ჩემი შვილებიც მასე არიან აგერ დიდუბის ეკლესიაში, იმ ეკლესიაში უკვე არ მიშვებენ, იმიტომ რომ შენი აი წაჭხურის ეკლესიაში ისო მოინანიეო მეუფე პეტრესთან მიდიოდა. თქვენო აღკვეთილი ხართ. ხო, მოძღვარი, აღკვეთილი ხართ ეკლესიიდან ის ხევისბერი გოჩაში რო არის, წაქცეულს ნახავთ, ხელი არ გაუწოდოთ, წყურალეს ნახავთ, წყალი არ დაველევინოთ, ფშიერს პური არ მიაწოდოთ და მე არ მიშვებენი, მე არა, კაცო. ხო და სინამდვილეში ვიძახი მართალს. და მართლის გულისთვის არ ვიცი, მე ვთხოვ ჩემს უწმინდეს, წმინდა სინოდს ცოტა მოგხედონ. ეს არაფერი არაა, ნინო, თქვენ რაც აქ ანახეთ, ეს არის არაფერი. აი წადით სხვა სოფლებში, ანუ ჩვენ ვერ მოვასწარით იმ რა არის, ნინო, იცი პრობლემა და რისი მწვენია მე უბრალოდ. მე მწვენია იმისი, რომ სადაც ეხლა თქვენ იყავით ყველგან ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ეს პრობლემა. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა სოფელ სალხინოში პოლიციის მანქანა, კი, რა თქმა უნდა, კი, მადლობელი ვარ მართლა პოლიციის მადლობელი ვარ. ყოველ შემთხვევაში იქვე ახლოს შევდივართ. იცავენ, ძალიან კარგი ბიჭები არიან, ძალიან პატიოსანი ბიჭები არიან, მილიციის უფროსი და არა, მე მადლობის მეტი მართლა არაფერი არ მეთქვის, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო, რომ სადაც მივიდოდით, ახლოს იდგნენ ისინიც. რა თქმა უნდა, ყველგან, მაგრამ ეს არის არაფერი. აი ეს პრობლემები არის მოსაგვარებელი. ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, მარტოში დამლაგებელიც იმის გარეშე არ ინიშნებაო. არა, ეს ტყუილი ახლა გამგებელი, ამას არ ემორჩილება, ნინო და ამიტომაა ეს კაცი გაღიზიანებული და გაბრაზებული. საწარმოშიო ეს ითქვა. არა, პეტრეს საწარმოში არ ვიცი და თვითონ მარტვილის გამგებელს პეტრეს რაც ეკუთვნის, იმის მეც არაფერს არ აძლევენ. პეტრე არის იმისთვის არა, ახლა პეტრე როგორ არა, ახლა სასულიერო პირი ბრძანდება, ის თვითონ ქრისტიანი კაცია, მაგრამ მარტვილის გამგებელი პეტრეს არაფერს არ უთმობს და წინა გამგებელი პეტრეს არქმევდა ლანგრით. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვ და მე არ გამოურიცხავ, რომ მარტვილის რაიონში და ჭყონდიდის ეპარქიაში შესაძლებელია მეორედაც ჩავიდეთ და ჩამოვიტანოთ მასალა. შესაძლებელია. მე შეგახსენებთ, რომ გადაცემა მემკვიდრეობა სტუმარი იყო გიორგი ჯიჯელავა, სოფელ მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს მკვიდრი. მე გადაცემა მემკვიდრეობას ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი გემშვიდობებით. ობიექტივი გააგრძელებს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. კარგად გრძანდებოდეთ.